კუბისტურმა ექსპერიმენტებმა პიკასო მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ რათა რეალური დინამიკა მიიღოს მასშტაბებმა შემოქმედმა, არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი ფორმატი. ფორმატების მონაცვლეობამდე მივიდა პიკასო. რამაც, როგორც დავასვენით წინა ლექციაში, მიგვიყვანა ზღურბლამდე სრულიად ახალი ხელოვნებისა, რომელსაც ქვია კინემატოგრაფი და თავად ფერწერა, რომ წინსვლისთვის მომართულიყო, საჭირო იყო სხვა ექსპერიმენტალური ძიებები. აქ უნდა ვახსენოთ ჩვენ კაზიმირ მალევიჩი, რომელიც კუბისტური წიაღისეულიდან გამოდის და ანვითარებს მიმდინარეობას სუპრემატიზმს, რომელსაც მოგვიანებით ჩავუდგმავდებით, რას ნიშნავს. აქვე მინდა ვახსენოთ დალის მიერ, სალვადორ დალის მიერ წამოწეული სიურრეალისტური წიაღისეულები და ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. შემდეგ ვახსენო ასევე მოდილიანისეული ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები. აქვე მინდა ვახსენო კუბოფუტურიზმი, რომელიც არის უკვე კავშირში ლიტერატურასა და მხატვრობას შორის, ანუ კუბისტური მხატვრული ძიებები ესადაგება ლიტერატურულ ფუტურისტულ ძიებებს და წარმოიქმნება მიმდინარეობა კუბოფუტურიზმი, რომელსაც თავში წინამძღოლად უდგანან კაზიმირ მალევიჩი და გენიალური რუსი პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი. კიდევ შეგვიძლია გამავითაროთ ჩვენ ნუსხა ამ ჩამონათვალების. აქვე მინდა ვახსენო აბსტრაქცია და კანდინსკი, გენიალური მხატვარი, რომელიც ფუძემდებელია უკვე აბსტრაქციონიზმის, როგორც მოვლენის და თუ რას ნიშნავს ამ ყველაფერზე ცალ-ცალკე ვისაუბრებ. აგრეთვე ვახსენო ექსპრესიული აბსტრაქციონიზმის, ამერიკელი დიდი მხატვარი ჯექსონ პოლლაკი და რაც შეეხება მალევიჩის სუპრემატიზმს. ეს გახლავთ ძალიან საინტერესო პროცესი კუბისტური ისე ვთქვათ ჩარჩოებიდან აღწევისა, იმიტომ რომ აღნიშნეთ კიდევაც, რომ კუბიზმმა ფერწერა მიიყვანა კინემატოგრაფამდე და არ იყო ესეთი სუპრემატული მოსაზრებაც კი, რომ დამთავრდა ფერწერა და დაიწყო კინემატოგრაფი. რომ ფერწერამ ერთგვარი ციკლი შეტანა და მორჩა. რადგან დაიწყო კინემატოგრაფი, რადგან ფორმატების მონაცვლეობამ უკვე რეალური დინამიკა მოგვცვა და იქნებ ფერწერამ უკვე სათქმელი ამოწურა. თუმცა გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ აზრს და ფერწერის წინსვლისთვის მათ ღვაწლი გაწიეს. და ერთ-ერთი არის იმავე პროცესებში, იმ თაობაში კაზიმირ მალევიჩი, რომელიც ცდილობს სუპრემატული ექსპერიმენტალური წიაღისეულებით პასუხი გასცეს, არ დაეთანხმოს და ფერწერა წინ წაწევს, როგორც მოვლენა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. კავშირების აზროვნების. ამ მხრივ კაზიმირ მალევიჩი მივიდა ფერისა და ფორმის ამგვარ მიდროებამდე. მან ფერს მიანიჭა ფორმაში დიდი მნიშვნელობა. ანუ თუ კი პიკასოსეული და ბრატისეული გეომეტრიული სხეულების დინამიკა ნახატის ზედაპირზე გამოყენებულია, რათა რეალური დინამიკის პროცესები მივიღოთ და რამაც ააჟღერა და აახმიანა კინემატოგრაფი, ამ შემთხვევაში კაზიმირ მალევიჩი ცდილობს მოცემული ფორმების დაფერვას. მოცემულ ფორმას მისცეს ფერი და ამით ერთგვარი სიმბოლოც მიანიჭოს. მაგალითად მისი ცნობილი შავი კვადრატი, და მინდა გითხრათ, ეს ცნობილი მისი შავი კვადრატი გარკვეული წესით თავისი ახსნა აქვს, ნიშნავს იმას, რომ ეს არის სწორედ პასუხი იმისა, რომ დამთავრდა ფერწერა და დაიწყო კინემატოგრაფი. ამ შავი ფერი თვითონ კვადრატიც, კვადრატი მოძრაობაა, წრე მოძრაობაა, გამოსცემთ ლეონარდოს ვიტრუვიანელი ადამიანი, არა, როდესაც ვიტრუვიანელი კვადრატშია
ის ესე ვთქვათ შეჩერებულია, მაგრამ საკმარისია ხელი აწიოს და ფრთებით დინამიკაში დააფიქსიროს, ეს აწეული ხელები უკვე წრეში ექცევა, თუ გაიცნებთ. ანუ რას გულისხმობთ, როდესაც კვადრატი იხატება, ეს არის უძრაობა. და აი სწორედ ფერების გეომეტრიული სხეულების და ზოგადად ფორმების არაგეომეტრიული სხეულების შეიძლება იქ იყოს ფერის მინიჭებით, აზიმალევიჩი ცდილობს ფერწერულ ნაწარმოებში ალაპარაკოს ნახატის სიღრმითობა, რომელიც მოცულობის მხრივ უარყოფილია, ანუ სუპრემატურული ნახატებშიც, რა თქმა უნდა, მოცულობა არ არსებობს, ზედაპირზე გამოტანილი ფერი და ფორმა. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ ასპარეზზე გამოდის გენიალური მხატვარი სალვადორ დალი, რომელიც უკვე გამოცემული მისი ნახატები, გაცილებით წინ წავიდა ნახატში დინამიკის შეტანის კუთხით და თუკი პიკასოს ექსპერიმენტები, კუბისტური ექსპერიმენტები გახლავთ ერთგვარად ტეხილი, ფაზობრივი, კუთხობრივი, სალვადორ დალის სიურრეალისტური, ზერეალისტური ნახატების რაობა უკვე გვაძლევს დაღვევით ფორმებს, უკვე მომრგვალებულ ფორმებს გვაძლევს, უკვე გაცილებით მეტი დინამიკა სწორედ ამაში იპოვა დალი, რომ ის კუთხოვანი პიკასოსეული და ბრაკისეული ფორმები უკვე დაახვევდა და ამით მეტი დინამიკა შეიტანა ნახატში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეცადვე სალვადორ დალიმ გამედა და მოცულობა დააბრუნა, რაც მეტად მნიშვნელოვანია. მოცულობა უკვე არის პრეტენზია იმისა, რომ მიგნებები შეიძლება მეთოდიკაში გადაიზარდოს. მოდილიანი იწყებს ასევე ექსპერიმენტალურ მიდგომებს, შეიძლება ჩაითვალოს პოპ არტის კოლაჟების მამამთავრად, სადა ნახატზე სხვა მასალის გამოყენება გარდა საღებავისა. მან გამოჭრა რაღაც ერთგვარი ჭრელი ნაჭერი და დახატულ თავის ნახატში დახატულ ალბატონს აბად ესე ვთქვათ ჩააცვა სწორედ ეს გამოჭრილი მიაწება, ეს გამოჭრილი ნაჭერი და აბად იქცა, ესე ვთქვათ და აი ამ შემთხვევაში, როდესაც ეს მან გამოიტანა გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად და ეს ნახატიც კოლაჟის ელემენტი, აპლიკაციის ელემენტი გამოფინა, აი პიკასო მივიდა და მან უთხრა ასეთი რამ, რომ შენ მხატვარი აღარ ახარ. და ეს ძალიან იწყინა მოდილიანმა და ერთგვარი კონფლიქტი მოუვიდა ამ კუთხით, როგორ გაბედე და ფუნჯი როგორ გადადე. მოდილიანმა რადგან სადა ფუნჯის ნაცვლად აპლიკაციურად ნაჭერის მიწადება ნახატზე, აი პიკასო ესე ვთქვათ როგორც ძალზე მზრუნველი ისათვის, რაცა ფერწერისთვის განვითარების გზები ეძებნა მეორე საუკუნის დასაწყისში, იმდენად აღყინებული იყო და იმდენად წარმოედგინა თავისთავი სუფთა ფერწერის დაცვის რაინდად, რომ აი ესეთი რამ ღირსეულ მხატვარს ვერ აპატია. მანუს რა თქმა უნდა ეს უნდა რამდენად დიდი იყო ზოგადად მოდილიანი, ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ის აფასებდა მოდილიანს. მოდილიანი დაინტერესებული იყო სწორედ ადამიანის რაობით, ვინაობით. ის მიაჩნდა, რომ ზოგადად ისტორიულად ნახატი იმიტომ იხატება, რომ სწორედ ადამიანის გარშემო უნდა იტრიალოს შემოქმედება. და მართლაც ესეა, ეს შორსალუგოს ეს დაუბრალდა. და სწორედ აი თუ გაგახსენებთ მისი ნახატები, აი ექსპერიმენტალური პროცესების დროს მან მიაგნო შესანიშნავ ხელს. და თუ გაგახსენებთ თვალებს ბნელი ფერით ფერავდა. იგი თვალს ტოვებდა ბნელი ფერით. და ამით რას ამბობდა? იგი გამოსახული ნახატის ესე ვთქვათ მეტყველებას ანიჭებდა მნიშვნელობას თვალებით. ანუ გამოსახული პიროვნება ნახატის მკითხველს უნდა წაეკითხას სწორი თვალების მეშვეობით და ზოგადად თვალები როგორც ასეთი უარყო და მხოლოდ ეს თვალების ჭრილები დატოვა, რათა
მნახველს ნახატის შემფასებას ადვილად შეეღწია დახატული ადამიანის სულში. შეიძლება აღნიშნოს, რომ საოცარი პერსონალიტეტება იყო, რა თქმა უნდა, ამ კუთხით. აქვე მინდა აღნიშნო კანდინსკის აბსტრაქტული ძიებები. იგი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფერების ურთიერთობას, არის დაუსტატებული ტონალობების ძიებით. იგი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფერთა გრადაციას, ანუ იღებს ერთ ფერს და გრადუირებას უკეთებს ფერს და ერთი ფერისგან იღებს უამრავ ტონალობას. კანდინსკის ზოგადად ფიგურა სამხატვრო ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მან შემოგთავაზა აბსტრაქციონიზმი სულიერად გაჯერებული. ამის წინაპირობა იყო სწორედ სალვადორ დალის სიურრეალისტური წიაღსვლების სულიერებით დატვირთვა. ანუ კანდინსკის მიგნებები შეიძლება მოინახოს უკვე როგორც სულიერი სიურრეალიზმი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე მინდა აღნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჯექსონ პოლაკი ნავახსენო და იგი უკვე სხვადასხვა ხელსაწყოებს იტანებს იმისთვის, რათა ემოცია გამოიტანოს წინაპრაზე. იგი სათლებიდან ღვრიდა აი გადმონახავს საღებავების და აფიქსირებდა მასალაზე, პირველ იყო ქაღალდი, იყო და შუშა იყო და ასე შემდეგ. აგრეთვე მიმართულება ჰიპერრეალიზმი, რომელიც უკვე 1960-იანი წლების შემდგომ ვითარდება უკვე მოგვიანებით ხელწერაში, სადეს ხაბრებმა აგრეთვე ზედმიწევნით მიმსგავსება დანახულისა, რამაც მოგვცა ლამის ფოტოგრაფია. თუმცა ეს მინდა აღნიშნო, რომ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ექსპერიმენტალური წიაღსვლები მხოლოდ და მხოლოდ ექსპერიმენტალურ ტერიტორიებად დარჩა. მივადგეთ ჩვენ მოდერნისტულ ეპოქას, ზოგადად მოდერნიზმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ის ადამიანი, რომელსაც ესმის ზოგადად შემოქმედებაში რა ხდება, რა თქმა უნდა, ვერ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მოდერნიზაცია აუცილებლად ჭირდება ძალიან ბევრ სფეროს და კონკრეტულად ვიზუალურ ხელოვნებასაც, მაგრამ ჩვენი სათქმელი ის არის, რომ ეს სახმით ნაწილში მოდერნისტული მიდგომები რეგრესული აღმოჩნდა. აი მოდერნისტული ძვრები აუცილებელია, რა თქმა უნდა, გამოყენებით ხელოვნებისთვის და არქიტექტურისთვის, რამე თუ დროება წინ მიდის, მასალები იხვეწება, ქიმიის სფერო ამ კუთხით უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება, სხვადასხვა ესე ვთქვათ თანამედროვე მასალები ჩნდება ბაზარზე, იქნება დიზაინი, სხვადასხვა განხრით, კერამიკა, მინა, ლითონი, სამკაული, სამრეწველო დიზაინი, ხის დამუშავება მხატვრული და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აი გამოყენებით ხელოვნებას აუცილებლად ჭირდება მოდერნისტული მიდგომები და აუცილებელიც კი არა, რომ ამ კუთხით მეცნიერება იმუშაონ, რათა გამოყენებული ხელოვნებისთვის საჭირო მოდერნისტული მასალები უფრო დახვეწილი და სრულყოფილი იყოს და დროის შესატყვისი იყოს. თუმცა აი მოდერნისტულმა ეპოქამ მოიტანა მიუღებელი მიდგომებიც, ცოტა კი არა აბსოლუტურად მიუღებელი მიდგომები, რას გულისხმობ. ზოგადად ხატვა და მხატვრობა ერთმანეთისგან სრულად მოსხვდება. ხატვა არის ბუნებრივი მოწყობილება. ადამიანი როდესაც იბადება პატარა ბავშვი 9 თვიდან, უკვე მას გარესამყაროსთან ურთიერთობაში მიღებული შთაბეჭდილებები უბრალდება და ბუნებრივი სრული უჩინება, რათა ბანკაც მოგიდოს ხელს ამ სხვა მასალას, რათა გამოხატოს თავისი ბავშვური უშუალობით, ასე ვთქვათ, ის გარესამყაროსთან სკამბილებული შთაბეჭდილებები და აფიქსიროს სხვა მასალაზე. შეიძლება მომავალი ბუღალტერიც ხატავდა ბავშვობაში და მომავალი კოსმონავტიც. ეს არის ისევე როგორც საუბრის უნარის განვითარება, სიარულის სწრაფვა, წერის ნარჩვევების ჩამოყალიბება აქვს ადამიანს კოდირებული ხატვისადმი მიდრეკილება. ხოლო აი მხატვრობა ითხოვს თავის აგენტებს, თავის სტრუქტურებს, თავის სქემებს,
მეთოდიკასთან ურთიერთკავშირში, აკადემიური მაგისტრთან ურთიერთკავშირში და მოდერნისტულ ეპოქაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ მხოლოდ უნარჩვევების მქონე ადამიანებს, თეორიულად უცოდინარებს, სრულიად მომზადებულებს დაამკვიდრონ რაღაც ახალი, სრულიად გაუმართლებელი მიდგომები, რომელიც უარყოფს ეკუთვნის უკვე ჩამოყალიბებულ მეთოდურ და მიდგომებს და აკადემიურ ბაზას. მეცაც გეტყვით, იმდენად გათავხედებულები ბრძანდებიან ამგვარად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თვალისა და ხელის მეშვეობით ხატავენ და არა აქვთ გამყარებული თეორიულად ცოდნისმიერად თავისი, ესე ვთქვათ, შემოქმედება, რამე თუ ისინი ვერ ძლევენ ამ თეორიას და აპრიორში უარყოფენ ამიტომ. და მეცაც გეტყვი, იმდენად გათავხედებულები არიან, რომ და პატარა ბავშვებსაც ასწავლიან თავიანთ შეხედულებებს მოწყვეტილს თეორიისგან და მხოლოდ თვალისა და ხელის უნარჩვებით ცდილობენ გამდიდ ფონს და იმასაც ესე ვთქვათ ამტკიცებენ, რომ მსგავსი რამ ისაღებია მოდერნისტულ ეპოქაში და ამ შემთხვევაში აი ამგვარ მიდგომებს ისინი ხალხს უსვამენ და იმასაც გეძახიან, რომ მოდი ფუნჯი გადავდოთ და სხვადასხვა მასალებით ვხატოთ. მოდი აკადემიური ბადე დავარღვიოთ, არ გვინდა აგებები, არ გვინდა ხარისხების გარკვევა, არ გვინდა შტრიხები, არ გვინდა სქემები, არ გვინდა სტრუქტურები, არ გვინდა აგებების სწავლა და ესე ვთქვათ, მხოლოდ ემოციებს, ჩვენ შთაბეჭდილებებს მივენდოთ, იმდენად თავხედები არიან, რომ თავად ჩამოაყალიბეს თავისთვის აზიის სხვადასხვა ქვეყნებში აუქციონები და ეს თეორიას მოკლებული მხოლოდ უნარჩვების მქონე ნახატები, როგორც შედეგი მათი მოღვაწეობისა, ჩვენურად ყიდიან. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მისაღებია ის, რომ ადამიანი ხატავდეს და ამით შვებას გრძნობდეს, ისვენებდეს, შეუთავსოს სხვა პროფესია ხატვას, იყოს ექიმი და ხატოს, იყოს მსახიობი და ხატოს, სხვა პროფესიის იყოს და ხატოს, მაგრამ პრეტენზია ჩვენ რაში გვაქვს, რომ მათ მოექნება პრეტენზია იმისა, რომ მათი ნამუშევარი თეორიას მოკლებული წარმოადგენს ხატულ პროდუქტს. აი ამაშია ჩვენი წინააღმდეგობა იმ ხალხის. ამ პრეტენზიას გააჩნიათ, რომ მხატვრები ბრძანდებიან. ამგვარი ვითარება ჩამოყალიბდა მოდერნისტულ ეპოქაში და მეცაც გეტყვით, სოფოებით მოედო ეს ხატვის წრეები. და ესეთი მე არ მოვერიდებ და ვიტყვი, რომ ამგვარად მაცდური მასწავლებლები ბედავენ და პატარა ამხელულ ბავშვებს თავს ახვევენ თავიანთ უმციფარ შემოქმედებით პროცესებს და თეორიულ ცოდნას მოკლებულ შეხედულებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მე ამით რა მინდა ვთქვა? აი მოდერნისტულმა მიდგომებმა სახვით ნაწილში მხატვრობისა ხაზს უსვა, რომელსაც სრულიად არ ჭირდება მოდერნიზაცია. აი მოდერნისტულმა მიდგომებმა მოიზიდა უკითხარი ადამიანები, რომლებიც ცოდნას მოკლებულნი არიან და მხოლოდ თვალისა და ხელის მეშვეობით ცდილობენ ფორმის გასვლას და ემსგავსებიან ლეონარდოს სიტყვებით, რომ მოიშვებიო ემსგავსებიან სარკეებს, რომლებიც მხოლოდ ირეკლავენ და სიღრმეში ვერ იხედებიან. აი ესეთი ადამიანების სიჭარბემ, სიმრავლემ ამ ტერიტორიაზე შემოჭრა, თან გამოწვეულა ყურით მოტრეულ რაღაც ტერმინების ტვირთავენ, სული ვაქხანალია ამ კუთხით. როგორც თავისუფალი მონასმების წელწელი ფრაზებია ამგვარ მაცდურებს, რომ თავისუფალი მონასტი და ბავშვი 12 წლამდე არ უნდა მიეკავო და ეს თავისუფლება ამას შეუძლო და მხატვრობაში ასეთი მიდგომები აქვს. სამწუხაროდ ზოგიერთ მხატვრებსაც კი ძალიან წუხარი ამას წუხილით აღნიშნა. დაბოლოს რეზუმე გავუკეთოთ რა მოუყარო საქმეს და ასეთი რამ ვთქვათ, რომ თითოეული ჩამოთვლილი მხატვარი თავისი გენიალური მიგნებებით არის მხოლოდ ესე ვთქვათ ექსპერიმენტალური ტერიტორიის წარმომადგენელი და
ფერწერის განვითარებისთვის ძალიან დიდად მნიშვნელოვანი არის მეთოდიკასთან კონტაქტი და არაუკუგდება მეთოდიკისთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერწერის წინსვლისთვის აკადემიურ ბაზას, მეთოდურ მიდგომას. და ის სწორედ უნდა მოხდეს ისეთი აღმოჩენა ამ უამრავი ექსპერიმენტების წყალობით, რომლებიც მხოლოდ ექსპერიმენტებად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ გენიალური ხატრები მოღვაწეობდნენ და ეძიებდნენ ამოზებს. აი სწორედ უნდა მოიძებნოს ის გზა, რომელიც თანხვედრაში იქნება ფერწერის აკადემიურ ბაზასთან, ფერწერის მეთოდიკასთან და ამ კუთხით განავითარებს ფერწერის წინსვლას, ამ კუთხით მოახდენს.